სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ესეთია, რომელიც მე მგონი ადრეც დაისვა და კარგი იქნება თუ კიდევ მოვისმეთ ბატონი ჯონის ამაზე პასუხს. მე მქვია როჯერი და მაქვს შეკითხვა. და ეს ორნაწილიანი კითხვაა. მე პირველს მოვათავსებ და გავყოფ ამ კითხვებს. ეს კითხვა ადრეც დავსვი და ფიქრობ რომ თქვენ ერთ-ერთ აუდიო ფირზეც უპასუხეთ ამას, მაგრამ მე მინდა ეს მეორე ნაწილზე გადავიდე. შეუძლია თუ არა სატანას ჩვენი აზრების წაკითხვა? ჯონი პასუხობს: არა. არა მგონია რომ სატანას აქვს ამის უნარი, რომ თქვენი აზრები წაიკითხოს, რადგან მე ვფიქრობ რომ სატანა არ არის ყოვლის მცოდნე. ის პირიქით ზედმეტად სულელია. ის დაეცა და ცოდვამ გააფუჭა მისი ინტელექტი. თუნდაც მისი ანგელოზური ინტელექტი გაფუჭებულია. და მე არ მგონია რომ ის მაინც იყოს ყოვლის მცოდნე. ყოვლის მცოდნეობა მხოლოდ ერთს ღმერთს ეკუთვნის. არ მგონია რომ სატანას შეუძლია თქვენი აზრების წაკითხვა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ სატანას შეუძლია ძალიან კარგად განსაზღვროს ის თუ რას ფიქრობთ თქვენი ქცევით და თქვენი ლაპარაკის მიხედვით და მას შეუძლია კარგად გაანალიზოს თქვენი ცხოვრების ნიმუში და მან ასევე იცის თუ რა ახდენს გავლენას თქვენზე და რა გზით და როგორ რეაგირებთ ამა თუ იმ საკითხებზე. ასე რომ მას შეუძლია კარგად იცოდეს თქვენს მიერ გამოვლენილი თქვენი სისუსტეები, მაგრამ არანაირად არ მგონია რომ წაკითხვის უნარი ქონდეს თქვენ გონებაში არსებული აზრების. ხედავთ, წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი ამის შესახებ, რომ სატანას აქვს უნარი, რომ თქვენი გონებაში წაიკითხოს რას ფიქრობთ. გასაგებია? დიახ, გმადლობთ ჯონ, გასაგებია.